ყურადღებით. ავტომფლობელებო, ავტომოყვარულებო, ავტომანებო, საგანგებოდ თქვენთვის ავტოსიახლეები, ავტოფაქტები, ავტონიუსი, ავტოისტორიები, ავტონოვაციები, ყველაფერი ავტომობილების შესახებ. ავტოპორტალი ავტობოქს-G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი. გამარჯობა, ეთერშია გადაცემა ავტობოქსი, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ საწვავის ფასებსა და ხარისხზე, ასევე ვეცდებით გავირკვეთ რამ გამოიწვია იგივე გაზის საფასურის უცაბედი მატება. სტუმრის წარდგენამდე ტრადიციულად შევახსენებ რადიომსმენელებს, რომ ჩვენთან ურთიერთობისთვის უნდა აკრიფოთ შემდეგი ციფრები 917778 და გამოვაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება რადიომიმედს SMS-ით უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co. SMS გზავნილის ღირებულება აქვე გეტყვით, რომ თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს შეადგენს, ან შეგვეხმიანეთ Facebook გვერდზე, Facebook-ში აკრიფეთ ავტობოქსი. ავტოპორტალი ავტობოქს-G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი. თქვენ უსმენთ გადაცემას ავტობოქსი, მის საინფორმაციო მხარდამჭერია აქვე შეგახსენებთ ავტოპორტალი ავტობოქს-G. დღეს კი სტუდიაში სტუმრად ყავს ბატონი ვანო თრალაშვილი, მოგესალმებით ბატონო ვანო, ავტოპროდუქტების წარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ბრენტის მარკის ნავთობის ფასი უკვე $62-მდე გაიზარდა, თუმცა პარალელურად ნიუ-იორკის ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასმა სულ რაღაც $1 დაიწია. ბარირება ხდება ამ მცირე რადიუსში, მაგრამ რეალურად ხომ ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიო მასშტაბით არის დაწეული. თუმცა მსოფლიო მასშტაბით ნავთობის ფასის განახევრების ფონზე ჩვენთან თქვათ საწვავის ფასის შემცირების დონით მომხმარებელი მაინც უკმაყოფილოა. მომხმარებელში არის მოსაზრება, რომ არაადეკვატურია ფასის კლება და კიდევ მეტად უნდა დაიწიოს. პარალელურად აქ გვაქვს უკვე $-ის პრობლემა, რომელიც ამყარებს ნავთობის იმპორტიორის თუ გამსაღებლის პოზიციას, რომ $-ის გამო იგი იძულებულია, რომ თქვათ ფასს აუწიოს ან ისე ვერ დააკლოს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ადეკვატურია მსოფლიო ბაზის ტენდენციების ფონზე საქართველოში საწვავის ფასი? მოგესალმებით, მოგესალმებით მსმენელს. მინდა გითხრათ, რომ ანალიზი თვითონ ფასების, საერთაშორისო ფასების გამოიყურება შემდეგნაირად. მოკლედ მოხილვა რომ გავაკეთოთ, ფასების კლება დაიწყო საშუალოდ სადღაც ივლისის თვიდან, ივლისის შუა რიცხვებიდან. ჩვენთან რაც შეეხება საცალო-ქსელში ფასების კლება ფიქსირდება უკვე აგვისტოს დასაწყისიდან. შემდგომში ფასები იკლებდა მსოფლიო ბაზარზე, ფასებმა დაიკლო მნიშვნელოვან და შეიძლება ითქვას ბოლო 5 წლის მინიმუმის მაჩვენებელზეც კი დავიდა. და მის პარალელურად რა ხდება ჩვენთან ხდება ის, რომ საცალო-ქსელში ფასმა საშუალოდ დაიკლო 50-55 ყველა ტიპის საწვავზე. აქვე უნდა ითქვას, რომ პარალელურად აი ამ პროცესების, როდესაც ფასები კლებულობდა ჩვენთან ბოლო თვეების განმავლობაში ხდება ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში და აქვე მინდა თქვენი მსმენელისათვის განმარტება გავაკეთო, რომ კონტრაქტები მნიშვნელობა არ აქვს ეს რომელი ქვეყნიდან მოდის ჩვენთან საწვავი, ეს არის მხოლოდ დოლარში დადებული, მიუხედავად იმისა, რომ ევროპიდან მოდის თქვა და შეიძლება მომხმარებელს გაუჩნდეს ესეთი კითხვა, რომ შეიძლება ევროში იყოს კონტრაქტები, არა, კონტრაქტები ნავთობზე, ნავთობპროდუქტზე, ეს არის სტაბილურად მხოლოდ დოლარში დადებული. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის პრაქტიკა, მსოფლიო აღიარებული პრაქტიკა, როდესაც მხოლოდ დოლარში ხდება კონტრაქტის გაფორმება. აქედან გამომდინარე, სწორედ ლარის გაუფასურებამ, ესე თქვა, დოლართან მიმართებაში გამოიწვია ის, რომ კიდე თქვა საშუალოდ ალბათ 45-50 თეთრით ვერ შემცირდა პროდუქტზე ფასი. ახლა რაც შეეხება ფასის პროპორციულ შემცირებას, თქვენ ახსენეთ, რომ თითქმის განახილდა ნავთობის ფასი და რატო ჩვენთან არ განახილდა. ეს კითხვები ხშირად ისმება. აქვე მინდა თქვენი მსმენელისათვის ასევე ერთი განმარტება გავაკეთო, ამაზე ჩვენ ხშირად საუბრობთ, რომ ფასი თვითონ საწვავის ფასის სტრუქტურაში საერთაშორისო ფასი ეს არის მხოლოდ 70%. ანუ დანარჩენი 20% ეს არის ისეთი კომპონენტები, როგორც არის აქციზის გადასახადი, ეს არის სატრანსპორტო ხარჯები, ეს არის საოპერაციო ხარჯები, რომელიც არ იცვლება მიუხედავად იმისა, რომ თქვა საერთაშორისო ფასი მატულობს თუ კლებულობს. ანუ თუ ფასის პროპორციულ შემცირებაზე საუბარი, ეს მხოლოდ 70% შეეყო შემცირება. მე გითხარით, რომ ფასები რეალურად შემცირდა საკმაოდ მნიშვნელოვნად 50-55 და ის რომ ლარი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, ამან კიდევ ვერ შეამცირა ეს და აქედან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ ფასი აბსოლუტურად ადეკვატურად იყო საერთაშორისო ბაზის ფასთან მიმართებაში შემცირებული და კიდევ ერთი მომენტი, აი თქვენ ახსენეთ ბოლო პერიოდი, აუცილებლად აღსანიშნავია ბოლო 1 თვის დინამიკა, რა ხდება საერთაშორისო ბაზრებზე. მინდა გითხრათ, რომ იანვრის თვეში ფასი საერთაშორისო ფასი იყო პლაცზე, თქვა ბენზინის შემთხვევაში ეს იყო საშუალო ფასი სადღაც $480. დღეს უკვე ეს ფასი თებერვლის თვეში შეადგენს $620. ანუ 500-ს კი აცდა, ხო? დიახ, მე მინდა გითხრათ, რომ პლაცის ფასმა დაწყებული უკვე
თებერვლის თვეში და დღემდე მოიმატა $740 და აი თქვა კითხვა იგივე ის კითხვა პარალელურად ამისა მოგეხსენებათ ხდება ლარის გაუფასურება რომელიც პირდაპირ წნეხს აკეთებს საწვავის ფასზე და შესაბამისად რა ხდება ჩვენთან დღემდე საცალო ქსელში ფასი არ გაზრდილებულა და ეს არის პასუხი იმასთან დაკავშირებით, როდესაც თქვა კრიტიკოსები იძახიან, რომ ჩვენთან ისერად ხდება მეორე დღეს ხდება ფასების მატება, აი თუნდაც ესეთი ფაქტები არის ყოველთვის, როდესაც საერთაშორისო ფასის მატებას ისერად არ ყვება ჩვენთან ფასის მატება, იმიტომ რომ ეს არასდროს თანხმდებელი პროცესში არ არის. ახლა რატო არ ხდება ამაზე ჩვენ შეგვიძლია ისიც ვისაუბროთ, რომ პირველი ეს არის მარაგების ნაშთების თემა, თქვა ერთი, იმიტომ რომ კომპანიებს გააჩნიათ მარაგები და ის სწორედ დღეს მიმდინარე ეტაპზე როდესაც აბსოლუტურად ყველა სახის პროდუქცია ფასმა მოემატა, თქვენ ავტოგაზეთს ახსენეთ, საწვავზე ფასი ბრენდირებულ ქსელში არ მომატებულა, სწორედ იმის ხარჯზე რომ იყო მარაგები ერთი და მეორე ასევე მნიშვნელოვანი მომენტი კომპანიებმა პრინციპში შეიძლება ითქვას მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვნად შეამცირეს თავისი უშუალოდ მოგების მარჟის თემა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საწვავის ფასი არის დამოკიდებული ძალიან უკვე შემდგომ ძალიან ეკონომიკის განვითარების თქვა მნიშვნელოვანი წილი, იგივე სხვადასხვა პროდუქტების ინფლაციური პროცესები შეიძლება მიყვეს საწვავის ფასს, ამიტომ კომპანიები დღეს თავს იკავებენ ამ ესე თქვა არაპოპულარული ნაბიჯის გადაჭრით, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ როგორც გითხარით, როგორც ფასი, ასევე ლარის გაწვრთნის ტუქსი საკმაოდ მძიმე ზეწოლას ახდენს ფასზე. ეს რეალურად ასეა, კარგი, იმიტომ რომ გასაგებია, რომ ჩვენ არ ვართ იმპორტიორი ქვეყანა, ანუ ჩვენ არ მოვიპოვებთ ყიდულობ სამწუხაროდ ნავთოს, მაგრამ ჩვენთან რატოღაც სოფლიოში ბარელ ნავთოზე ფასის მომატებას როგორც წესი რატომღაც უცებედად პასუხობენ ხოლმე ნავთობკომპანიები, ხოლო ბარელზე ფასის შემცირების შემთხვევაში ფასების შემცირება მათი მხრიდან ძალიან ისე ლაზნითა და აი იქნება ძალიან კაი პროცესი, როდესაც ჩვენ ერთად დავაკვირდებით ამას, იმიტომ რომ ეს არის ესე ფთოვანი ფრაზები, რომ ეს უცებ ხდება მატება, არ ხდება შემცირება. აი მოდის ახლა აი ზუსტად კი ბატონო, ეს ხდება გასაგებია, თუმცა ეხლა დღეს არის ფაქტი, ხო? აი აპრილის 1-ით ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად დავიღოთ ფასი მოიმატა დაწყებული იანვრის თვიდან მოიმატა დღემდე $140 და ეს რომ litraში გადავიყვანოთ, ეს არის 20 თეთრიანი მატება თვითღირებულებაში. ამას დაემატა რეალის გაცვლითი კურსის ესე თქვა საკმაოდ სერიოზული ვარდნა, ხო, რომელმაც გაზარდა ფასი. ამასობაში მარაგი ხო გვაქვს ჩვენ იგივე $400 შეძენილი და აი სწორედ კითხვაც ამაზია, აი სწორედ ამაზია. ანუ სწორედ ამაზია საუბარი, რომ კომპანიებმა არ გაზარდეს ფასი. ეს ყოველთვის ესე არის. მიუხედავად იმისა, რომ ფასი ნავთობზე მატულობს საერთაშორისო ბაზრებზე, ჩვენთან იმის ხარჯზე სწორედაც რომ ეს იყო ნაშთები, თქვა კომპანიებს ჰქონდათ ნაშთები ადრე შედარებით უფრო იაფად შემოდანილი პროდუქტის, ეს ერთი მომენტი, აი ამის ხარჯზე ნაწილობრივ მნიშვნელოვანწილად არ მოხდა დღემდე საწვავზე ფასის მატება. ანუ მოკლედ რო ვთქვათ, რა ფასი შემოაქვს, დაახლოებით იმ ფასის რადიუსში შემდეგ უკვე ყიდის ამ ნავთობს, მიუხედავად იმისა, მარაგის ამოწურვამდე მატულობს თუ კლებულობს ბარელი ნავთობი ფასი. იცით რა არის მე საერთოდ აქ არის ეს როდესაც ფასების კორექტირებაზეა საუბარი მატებისკენ ანკლებისკენ მატება ეს არის საკმაოდ არაპოპულარული ნაბიჯი კომპანიისკენ, იმიტომ რომ თითოეული კომპანია რა თქმა უნდა ფიქრობს იმაზე რომ მას ხოვდეს კმაყოფილი მოხმარებელი, დაბალი ფასი ეს არის გარანტირებული მეტი გაყიდვა და ამიტომ რა თქმა უნდა ამ ნაბიჯის გადადგმა ეს არ ხდება ესე სპონტანურად და რაღაც გაუაზრებლად. რა თქმა უნდა ეს არის დამოკიდებული ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, ანუ ნაშთებთან დაკავშირებულ საკითხზე, ანუ თუ კომპანიას არ აქვს ნაშთი უკვე შესაბამისი ადეკვატური ნაშთი, ის შემდგომში უკვე ღებულობს ამ გადაწყვეტილებას, ხო? ეხლა რა აი თუნდაც დღევანდელი ეტაპი სწორედ ამას უკავშირდება. დღეს საწვავზე ფასის მატება რა თქმა უნდა იქნება მოხმარებლის კუთხით დანახული ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი, თუმცა არის რაღაცა ზღვარი, რომლის შემდგომაც კომპანია იქნება იძულებული თქვა ამ ნაბიჯისკენ წავიდნენ. დღემდე როგორც ჩვენ ვაკვირდებით არა, ეს შეგვიძლია თქვენ ჩემგან დამოუკიდებლად სხვადასხვა ექსპერტებს შეეკითხოთ, იგივე კომპანიების მესეურს ყველა დაგიდასტურებთ, რომ დღეს ფაქტიურად შეიძლება ითქვას საწვავზე ფასი თქვა იმის ხარჯზე, რომ საერთაშორისო ფასმა მოიმატა, ისმის გარძალულ არის გასული კურსი არის მნიშვნელოვნად დავარდნილი. ამის ფონზე რეალურად უნდა მომატებული იყო ფასი. თუმცა დღეს არ არის მომატებული ფასი და იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს პერიოდში არ იქნება ასევე მომატებული. ამ პერიოდში ალბათ ლარი დასტაბილურდება უფრო დოლართან მემატებაში და ყოველ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ პოზიტიური მომენტი მოხმარებელს. გასაგებია. სამწუხაროდ ჩვენ ახლა სავალდებულო სარეკლამო ჭრაზე გავალთ და რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ დიალოგს საწვავის ფასების თემაზე. ავტოპორტალი ავტობოქსი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი. სარეკლამო პაუზის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერშია გადაცემა ავტობოქსი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ნავთობის ფასებზე და როგორც უკვე რადიოს მსმენელმა, ვინც პირველ ნაწილს მოგუსმინა იცის, სტუდიაში სტუმრად ყავს ვანო მთრალაშვილი, ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე. ჩვენ პირველ ნაწილში ვისაუბრეთ მიმდინარე ფასებზე, მსოფლიო ტენდენციაზე და საქართველოში არსებულ ვითარებაზე და მეორე ბლოკი მინდა დავიწყო საწვავის ერთ-ერთი სახეობა, რაც არის გაზი, მანქანის საწვავი, მისი უცებედი ფასის მატება. რამ გამოიწვია ეს? ცალსახად
დოლარის კურსის მატებამ? პირველ რიგში დაგეთანხმებით, რომ ავტოგაზი საკმაოდ პოპულარული პროდუქტი არის ავტომობილებს შორის და მისი პოპულარობა სწორედ განპირობებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ფასი დაბალი და მნიშვნელოვნად დაბალი ბენზინის ფასთან შედარებით. ფაქტურად ეს არის ალტერნატივა ბენზინის საწვავის, შეიძლება ითქვას ავტოგაზი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში თქვენ რამდენიმე გაძვირება ახსენეთ, გაძვირება დაკავშირებული იყო ეს ძირითადად სწორედაც დოლარის კურსის ცვლილებასთან ლართან მიმართებაში, იმიტომ რომ კონტრაქტები გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით ავტოგაზის კომპანიებს აქვს დადებული დოლარში და შესაბამისად შემდგომში უკვე ეკვივალენტით ლარში ხდება მისი ასე ვთქვათ რეალიზაცია. ამიტომ პირდაპირი კავშირი და პირდაპირი ესე ვთქვათ პირდაპირი წნეხი სწორედ აი ამ პროცესს უკავშირდება. დიახ, რა თქმა უნდა, აქვე მინდა გითხრათ, რომ არ გაზრდილა ერთბაშად და უცებად ამ ყისიერად ამ შემთხვევაში გაზის ფასი, ის გაზი გაიზარდა, ვთქვათ, ადრე იყო ერთხელ გაზრდილი, ისიც სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული, მაშინ მოგესალმებით იმ პერიოდში ლარის 65-ის პარკლებში იყო და ლარის გასვლით კურსი დოლართან მიმართებაში და ბოლოს დაფიქსირდა ეხლა, იმიტომ რომ ვთქვათ, გასვლითმა კურსმა 2.5 ნიშნულს გადააჭარბა და უფრო ზემოთ წავიდა. ანუ ამან პირდაპირ იმოქმედა ესე ვთქვათ ტარიფზე და მნიშვნელოვნად იმოქმედა, მინდა გითხრათ და მეორე საკითხი ასევე ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომ თვითონ ეს კომპანიები და ამ კომპანიების მიერ აღებული კრედიტები, იმიტომ რომ კრედიტები ეს მინდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანი სწორედ საბუნებრივ საშუალებას ასევე ვთქვათ ინფრასტრუქტურის გამართვისათვის კრედიტებს სწორედ ძირითადად საკრედიტო რესურსზე მუშაობენ, ეს არის დოლარში აღებული, რა თქმა უნდა და აქაც რა თქმა უნდა ესეთი წნეხი განიცადა აი ლარის გაუფასურება სამწუხაროდ და აი ამ პროცესმა გამოიწვია ის, რომ ჩვენთან 5 თეთრი გაიზრდა, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ავტოგაზის ფლობელებისათვის ნამდვილად არასახარბიელო ნაბიჯია, იმიტომ რომ მოგესალმებით საწვავის ფასი ბრენდირებულში ბოლო პერიოდში არის სტაბილურად 1.0-ზე და იმ პირობებში, როდესაც ავტოგაზის ფასი უახლოვდება ესე ვთქვათ ბენზინის ფასს, ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ ავტოგაზის მოხმარება მცირდება და მკვეთრად შემცირდება რაღაცაა და რა თქმა უნდა ავტოგაზს არანაირად არ აწყობს დღეს მიახლოვება ფაზზე. და აქვე მინდა გითხრათ, ავტოგაზის ბიზნესი ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ბიზნესი და შეიძლება ითქვას, რომ დღეს სოკოებით მორბოდნენ ასე იყო პერიოდი, როდესაც რეგიონებში ვერ ნახმა, დღეს არ დარჩა რეგიონი, რაიონი, სადაც არ არის ავტოგაზი და შესაბამისად ეს მოხმარება ადრე დასავლეთში იგივე თიგზე ჩამოსასვლელი იყო და ეხა უკვე ყველგან არის, მათ შორის აჭარაში და უფრო მეტ კომფორტს უქმნის. 100 ერთეულზე მეტი გასამართი სადგური არის 120, 130-მდე, მათ შორის მინდა გითხრათ, რომ წამყვანი ავტოკომპანიები ისეთი როგორც არის ვისოლი, ვთქვათ, სოკარი, ვისოლმა მე მგონი ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო, ასევე სოკარი. სოკარი თქვა ბუნებრივად ქონდა ამის შესაძლებლობა. სხვადასხვა ბუნებრივად არ არის აქ საუბარი ბუნებრივ იმაზე, რომ ეს ბიზნესი ხო, იმიტომ რომ გაზთან დაკავშირებული საკითხია. სოკარის წარმოშობიდან გამომდინარე თუმცა სოკარმა ერთ-ერთი ყველაზე გვიან დაიწყო, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს ბიზნესი რო დაიწყო, საჭირო არის რომ ადგილი ქონდეს, სადაც მაგისტრალურ ან გასადენთან გადის მდებარეობს ესე ვთქვათ ტერიტორია, ანუ ინფრასტრუქტურით მნიშვნელოვანი არის. ამას დამატებული საჭირო არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიცია. ერთი ნორმალური თანამედროვე გაზგასამართი სადგურის მშენებლობა ეს $500,000-დან და უფრო ზემოჯდება, ხო? იმიტომ რომ ეს უნდა იყოს თანამედროვე ევროკავშირის შესაბამისი თავისუფლად ტექნიკური საფრთხეების ნორმების დაცვით. ამიტომ ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება, შეიძლება ითქვას და აქვე მინდა გითხრათ, რომ აი სწორედაც ეხლა დღევანდელი გაზრდილი ფასები ეს არის მინდა გითხრათ საკმაოდ ნეგატიური ფონის შემქმნელი ამ ბიზნესის განვითარებისათვის, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მას მნიშვნელოვანი კრედიტები აქვს აღებული, აქედან გამომდინარე აქვე შეიძლება ესეთი რაღაც პარადოქსულიც იყოს, მაგრამ ისინი ნამდვილად დღეს ალბათ გულშემატკივრობენ იმას, რომ საწვავზე ფასმა რაღაცნაირად მოემატოს, იმიტომ რომ მათ თავიანთი ბიზნესის რენტაბელურობა შეინარჩუნონ. საერთაშორისო ფასი ავტოგაზის პირობებზე არ მოქმედებს, ანუ იქ არის ფიქსირებული კონტრაქტი, ერთი დადებული ერთადერთი ესე ვთქვათ ფასის შემცვლელი ამ შემთხვევაში ეს გახლავთ დოლარის დამოკიდებული, ლარის დამოკიდებული დოლართან მიმართებაში. თუ ლარმა გააგრძელა გამყარება დოლართან მიმართებაში, ალბათ ავტოგაზის კომპანიები ალბათ კი არ ალბათ ესე იქნება დარწმუნებული ვარ, კვალინდებურად შეამცირებენ ფასს და ეს ალბათ ჩვენი მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ ძირითადად მომხმარებელი მაინც მოდი ვთქვათ, ვინ არის, ხო? ეს არის ვთქვათ ტაქსები, რომელიც ქალაქში და შეიძლება ვთქვათ ტაქსების 95% არის. გაზგასამართ სადგურზე 10 მანქანიდან 7-8 არის ტაქსი. ტაქსი კი და აქედან და სხვათა შორის აი ბოლო პერიოდში ტაქსით მგზავრობა ამიტომაც ჯდებოდა იაფი, იმიტომ რომ მათ იაფი უჯდებოდა და დიდი კონკურენცია თბილისში, აქედან გამომდინარე
არის ავტოგაზისთვის და ეს რა თქმა უნდა ტარიფზეც მოქმედებდა და ეს ჩვენი იგივე თქვა მოქალაქეებს რომელსაც სატრანსპორტო საშუალებები არ აყავთ ალბათ ნამდვილად საკმაოდ გაიშვება იყო მოქმედებდა თქვენ თვითონ მიხვედით ამ მომენტამდე და თქვა სამკითხოს დაგისვამთ რას გასამართი სადგურებისთვის ბენზინზე საწვავის ფასის კლება თუ გაგრძელდა თქვა ჩვენთან არის ძალიან ცუდი მომხმარებლისთვის გარკვეულწილად არის უკეთესი იმიტომ რომ ალბათ მაინც ურჩევნიათ საწვავი ჩააცან ტრადიციული და კლასიკური ვიდრე თქვა კუსტარულად დამზადებული გაზის ბალონების შესავსებად საწვავი ხო არ შეიძლება დადგეს მომენტი რომ კარტერული გარიგება მოხდეს იგივე გაზგასამართ სადგურებსა და ბენზინგასამართ სადგურებს შორის რომ რაღაცა ხაზი ზღვარი გაავლონ ფასებისა რომ თქვათ იმის იქით ბენზინი არ ჩამოვა იმიტომ რომ გაზ დარჩეს თავისი ნიშა ამის საფრთხე თუ კანონებისა და სახელმწიფო მანქანების მოქმედების შედეგად არ შეიძლება ეს ორი ბიზნესი აბსოლუტურად მინდა პირველ რიგში გითხრათ რომ დამოუკიდებლად ვითარდება ისინი არიან ერთმანეთის მნიშვნელოვანი კონკურენტები შეიძლება საერთოდ უნდა გამონახონ არა ვერ გამონახავენ და გეტყვით რატო იმიტომ რომ ესენი არიან ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტები ანუ ბენზინზე მოძრაობის საშუალებების გადაყვანა უპრობლემოდ ხდება ეს ავტოგაზზე და შესაბამისად ძალიან ბევრმა ავტომობილმა ბენზინის ავტომობილმა ბოლო პერიოდის ტრენდს თუ ნახავთ ჩვენ არა გადაყვანის არაოდენობა სტატისტიკაში ეს როგორ იყო გამოსახული შეიძლება ითქვას რომ თითქმის რაღაც 50%-ზე მეტმა ავტომობილმა გადაიყვანა ავტოგაზზე აქედან გამომდინარე შემცირდა მოხმარება ბენზინისას კი შემცირდა მნიშვნელოვნად შემცირდა მინდა გითხრათ ეხლა სტატისტიკებში როგორ არის ეხლა თქვა ასახული ხო ესეც საინტერესოა სხვადასხვა იმპორტის კუთხით თუ ავიდოთ ბენზინის იმპორტის კლება რაღაც კატასტროფული არ დაფიქსირებულა თუმცა იმის ხარჯზე რომ შესაძლებელი იყო მომატებულიყო და ესეც უნდა ყოფილიყო ეს ვერ დაფიქსირდა ანუ მოხმარება შემცირდა მნიშვნელოვნად და თუ იგი მარტივი რაღაცა თქვა თბილისში არის მუდმივად საცობები თქვა სატრანსპორტო საშუალებების სერიოზული მოძრაობა და ეს სწორედ იმით იყო განპირობებული რომ ავტოგაზზე იყო ძალიან ბევრი გადასული მათთვის ფაქტიურად შეიძლება ითქვას განახევრებული იყო ხარჯი საწვავის ხარჯი და ისინი მოძრაობდნენ თითქოს აი ეს თბილისში ეს მასიური მოძრაობა ბოლო წლების შეიქმნა სწორედ იმის გამო ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იყო სწორედ ის რომ აი ავტოგაზზე იყო ძალიან დაბალი ფასი ამიტომ რა თქმა უნდა ნავთობპროდუქტების კომპანიებისათვის მნიშვნელოვანია რომ მათი ტარიფი იყოს დაბალი რაც შეიძლება მიახლოებული ავტოგაზის ფასთან იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ მათ მოხმარებნოს თავისი ტრადიციული მოხმარება ნუ ბიზნესის წესია უბრალოდ მარტივ რომ ის მომგებიანი და შესაბამისად ის პირდაპირ კონკურენციაში ამ შემთხვევაში ავტოგაზის ფასთან ამიტომ აქედან გამომდინარე არანაირი შეთანხმება მით უმეტეს საქართველოში არსებობს ესე ვთქვათ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა არსებობს კონკურენციის სააგენტო არსებობს რომელიც დღეს სხვადასხვა აი მსგავსი თემებით არის დაინტერესებული მათ შორის ავტომობილების ბიზნეს სექტორში იკვლევს გარკვეულ საკითხებს და შესაბამისად რა თქმა უნდა ეს ორგანიზაცია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოც რა თქმა უნდა ამ ყოლაფრით არ იქნება მის მიღმა ის გატარებული თუმცა ყველაზე მთავარი ეს არის უშუალოდ ბიზნეს კომპანიების განვითარების სტრუქტურა და მათი ინტერესი ხო არანაირად ისინი არანაირი ესე ვთქვათ შეთანხმებაში არ მოვლენ პირიქით ისინი მე გითხრათ არიან ძალიან მნიშვნელოვანი კონკურენტები და თქვათ ავტომობილი ამით მხოლოდ მოიგებს იმიტომ რომ რაც უფრო მეტია ავტოპროდუქტი ეს არის ბუნებრივი მოხმარების პროდუქტი თქვათ ის რასაც ავტომობილი აძლევს რეკომენდაციას ხო არც რეკომენდაციაში არ უწერია არც წარმოებელს რომ მან ავტოგაზის გამოყენებას ნუ შეიძლება ირიბი რეკომენდაცია მისცემ პირდაპირ რეკომენდაცია არ არის ანუ ბუნებრივი გაზის გამოყენება მოახდინოს მაგრამ ერთ-ერთი მთავარია გარდა იმისა რომ სოციალური კუთხითაა საინტერესო მოხმარებელისთვის არის ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც გაზის მოხმარებასთან ერთვის ეს არის გარემოს ნაკლები დამიძურება იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ბუნებრივი არის ძალიან ნაკლებად დამაბინძურებელი თუმცა წინა ხაზი გამოდის აქ ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების საკითხი თქვა იმიტომ ეს მნიშვნელოვანია რამდენად არის სტანდარტულად აგრეგატები და მოწყობილებები კონსტრუირებული რათა მან შემდგომში ეს თქვა პრობლემა არ შექმნას სამწუხაროდ მომხდარა ესეთი უბედური შემთხვევები თუმცა ასეთი შემთხვევების რიცხვმაც იგივე გაზის აპარატურის ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად იკლუკიდაც სხვადასხვა აი გარეთ ახალი თაობის ბალონები ეგრეთ წოდებული ბალონების მონტაჟი სწორედ ამის წინაპირობა არის მოხმარებელი უნდა იყოს უფრო მეტად ყურადღებით რომ ის როდესაც მიდის ასეთ ნაბიჯზე და აყენებს კონსტრუირებას აკეთებს ამ მოწყობილების ბალონი მაინც არ იყოს მეორადი, მას ქონდეს ექსპლუატაციის ვადები, თქვა ის იყოს ესე თქვა პერსპექტიული და ნორმალური წარმოებლის მიერ წარმოდგენა. ამიტომაც არის იგივე იტალიურ აპარატურას სამწუხაროდ რეგულაციები არასდროს სახელმწიფო არ აკონტროლებს ამ თემებს და საკანონმდებლო პრობლემებია ალბათ. მოდით ახლა ისევ გაზიდან ბენზინისკენ გადმოვინაცვლოთ. ფასების შემცირებას ალბათ ამ დრომდე სოფლიო ბაზარზე ხელს უწყობდა ისიც რომ დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი ნავთობი, ანუ ჭარბად იყო და ინტერნეტში არაერთი ინფორმაცია
ვრცელდებოდა იმ სიჭარბის მიუხედავად, რომ ოპეკი არ აპირებდა ნავთობის მოპოვების შემცირებას. თითქოს არაადეკვატურია და თქვენი აზრით ეს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის ასეთი პოზიცია რა პერსპექტივას უქადის ნავთობის ფასს სოფლიო ბაზარზე? თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, ნავთობის მიწოდება ბაზარზე იყო საკმაოდ ჭარბი ოდენობით და ზოგადად ფასი დგინდება მოწოდება მოთხოვნილებიდან გამომდინარე. თუმცა აი ბოლო პერიოდში, აი დასწორდა ოპეკის გადაწყვეტილება თქვენ ახსენეთ, ანუ ოპეკმა მაღლა არ დაუჭირა მხარი, იმიტომ რომ ოპეკი ეს არის კარტელი, რომელიც ფაქტიურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც სოფლიოში ნავთობის ფასებს განსაზღვრავს. თავისი პოლიტიკით, თავისი ქცევით. აი ბოლო წლების წინა წლების პოლიტიკას ოპეკის მხრივ იყო ესე ვთქვა დეკლარირებული ის, რომ ფასი უნდა ყოფილიყო საკმაოდ მაღალი. ყოველ შემთხვევაში $100-ზე ნაკლები არ იყო ფასი და ეს სწორედ იჭერდა ამ ყველაფერს იმით, რომ თქვა პერიოდულად ის მოპოვებას ამცირებდა. თუმცა ბოლო პერიოდში განვითარდა ესეთი მოვლენები. ეგრეთ წოდებული ფიქალური ნავთობი, რომელიც შეერთებულ შტატებში, კანადაში მოიპოვება, აი ამან მიიღო საკმაოდ დიდი მასშტაბები ამის წარმოებამ და შესაბამისად შეერთებულ შტატებში უკვე ადგილობრივად, ანუ შეერთებული შტატები არის პარალელურად დაქვემინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი, ნავთობის იმპორტიორი, უკვე ხდებოდა ადგილზე მოპოვებული ამ ფიქალური ეგრეთ წოდებული ნავთობი საუდის არაბეთის, თქვათ, კუვეიტის ნავთობის ჩანაცვლება და არა მარტო ამ მიმართულებით, იგივე აზიური ქვეყნების მიმართულებით. ამიტომ საუდის არაბეთმა დაინახა საფრთხე მნიშვნელოვანი იმის, რომ ფიქალური ნავთობა შეიძლება მისი ხვედრითი წილი შეამციროს შეერთებულ შტატების ბაზარზე, მან დაკარგოს ბაზარი მნიშვნელოვანი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარი და ოპეკის ქვეყნის აი ეს ბოლო გადაწყვეტილები, რომ ნავთობზე მოპოვება არ უნდა შეემცირებინათ, აი ამის ინიციატორი, ლობისტი იყო საუდის არაბეთი. ამით მინდა გითხრათ, ორი მომენტის ფიქსაცია ხდება. ახლა პირველი ის, რომ საუდის არაბეთი ცდილობს, რომ ეს კომპანიები გააკოტროს, რომელიც ფიქალურ ნავთობზე ოპერირებენ, მუშაობენ და მათ თავისი ხვედრითი წილი დაიკავოს და პლუს ამას ის კიდე დისკაუნტებით, ანუ იყოს ფასთან ფასი და -$5 კიდე ესეთი ფორმულა ქონა მიცებული, კიდე -$10, კიდე აი ამ ფასზე დაბალი ფასი ტყიდის დღეს. მათ შორის აზიაში, თქვა ეს არის ინდოეთში, ჩინეთში, კიდე შეერთებულ შტატებში, ანუ სოფლიოში საუდის არაბეთი ცდილობს იმას, რომ მას ძალიან იაფიუჯდება ნავთობის მოპოვება და ამ პერიოდში მიმდინარე ეტაპისათვის მისთვის მნიშვნელოვანი არის სწორედ ბაზის შენარჩუნა. თუმცა არსებობს ასევე მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს არის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, თქვა წამყვანი დასავლური ქვეყნების დაპირისპირება რუსეთთან. ხო, მოგესალმებით, რუსეთი ნავთობის ფასი პოლიტიკური კონტექსტი აქ ვერ ამოვა, იმიტომ რომ თუ ჩვენ პარალელს გავავლენთ საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში საუდის არაბეთის როლი იყო უდიდესი, იმიტომ რომ მაშინ სწორედ საუდის არაბეთმა აი მსგავსი პოლიტიკით გააკეთა ის, რომ ნავთობზე ფასი იყო $6-7 და რამაც საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირი დაანგრია. ზუსტად ანალოგიური პროცესები მიდის იქითკენ, რომ რუსეთი დღეს იმის გამო ნავთობზე ფასი არის ის, რაც დღეს არის, საკმაოდ მნიშვნელოვან ზარალს ღებულობს, მოგესალმებით, სახელმწიფო ბიუჯეტის 52%-მდე ეს არის სწორედ ნავთობი და გაზის შემოსავლები. ახლა ყოველივე ამის და ახლა ჩვენ რა თქმა უნდა მივიღეთ ის, რომ საწვავს დაბალი ფასი, თუმცა გამყარდა დოლარი, მოდი ესეც ვთქვათ, გამყარებულმა დოლარმა გამოიწვია ის, რომ ყველა ვალუტა და მათ შორის საქართველოში ჩვენი ლარი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და ეხლა მე არ ვიტყვი რომ ინფლაციური პროცესებით ეს ლარის გაუფასურების თქვა ძირითადი მომენტი არ, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ის რომ სოფლიოში ყველა ვალუტა გაუფასურდა და თქვენ ახსენეთ სხვადასხვა თქვა და ევროპა ევრო რუსულ რუბლზე აღარ საუბრობ და ევრო იგივე ჩვენი სამეზობლოში და მათ შორის ჩვენი სწორედ ის არის რომ ნავთობზე არის დაბალი ფასი, ნავთობზე დაბალი ფასი ეს ნიშნავს გამყარებულ დოლარს პირდაპირ და ასეთთან კავშირშია და ჩვენ გონდა პოზიტივის რომ საწვავზე ფასები შემცირდა, თუმცა აი დაემთხვა ეს პერიოდი, მაგრამ ესეც გამოწვეული იყო იმ პირველ მოკლედ ყველა ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესია. სამწუხაროდ 2 წუთამდე გაგვჩება და ეს ორი კითხვა რო არ დაგისვათ, ალბათ არ ვიქნები მართალი არაერთ რადიოსანალ საინტერესოს, ალბათ და თქვენ თუ შეგიძლიათ რო გვიპასუხოთ. ბრენდირებული და არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები, არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები ყოველთვის ინტერესს იწვევს, რომ ნაკლები აქვს ფასი, მაგრამ არის თუ არა რეალურად სხვაობა ხარისხში, ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვასაც ვარ წინასწარ დაგისვათ, ნავთობის შესყიდვისას საწვავის ფასის საბოლოოდ განსაზღვრაზე მოქმედებს 70%-ის ზევით უკვე აქციზი, DGGS თუ სხვა ტიპის დამატებითი ხარჯების ერთობლიობა. თუ კი მოხდება იგივე აქციზის გადასახადის გაუქმება, ეს საკანონმდებლო ინიციატივა თუ დაკანონდა, რეალურად მართლა იმოქმედებს ეს საწვავის ფასის 25 თეთრი შემცირებას, როგორც ამას გვეუბნებიან ამ კანონის ინიციატორები. მოდი მეორე კითხვი დავიწყებ. მე მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა, აქციზის გადასახადი პირდაპირ მოქმედებს საწვავის ფასზე, იმიტომ რომ ფას წარმოქმნის პროცესში მას უკავია სტაბილური ფიქსირებული კომპონენტი, ტონა არის 250 ლარი და ბენზინის შემთხვევაში ეს არის 22-25 თეთრი, დიახ. თუ
თუ აქციზი განულდება, ბენზინის შემთხვევაში შესაძლებელია 22-დან 25 ლიტრამდე ფასი შემცირდეს, თუმცა ამას აქვს მეორე ნეგატიური მომენტი. მეორე ნეგატიური მომენტი ეს ქვეყნის ეკონომიკის, ქვეყნის ბიუჯეტისთვის ის რომ სადღაც 160-180 მილიონ ლარს უბრალოდ ვერ მიიღებს. ანუ ყოველ შემთხვევაში ეს როგორი თემაა, იცით, რა თქმა უნდა მოხმარებელი იქნება კმაყოფილი, იმიტომ რომ 20 თეთრიანი, 25 თეთრიანი აპროდუქტი ექნება, თუმცა ქვეყნის ბიუჯეტი ვერ მიიღებს 180-200 მილიონ ლარს, რომელიც უკვე შემდგომ სოციალურ სხვადასხვა ვალდებულებებში მიდის. ანუ თქვენ ჩვენ ფორმატში ახლა ამის განხილვის თემას ვხატავთ რა შეიძლება ბრენდირებულსა და არაბრენდირებულს. არაბრენდირებული წარმოვიდგინოთ, ეს არის გასამართსადგური, სადაც გასამართსადგურის ფლობელი, ბუღალტერი შეიძლება თქვა, მათ ერთ-იგივე პირია, მას ყავს ორი ოპერატორი, მას დასაქმებული ინვესტიცია არა ჩადებული. ანუ არაფერი არა აქვს, ხო? მუშაობს მხოლოდ მიმდინარე ნაშთებით. ანუ ის ყიდულობს, მას აქვს აუზი, თქვა, 10 ტონიანი, ყიდულობს 6-7 ტონას და იმ ნაშთებით მიდის, ხო? ანუ არც კაპიტალ დაბანდება არ ჭირდება, არაფერი, ან მარტივად რო თქვა. და რა თქმა უნდა, და ასევე სახელის მომენტი, ის აუცილებელია რომ იყოს იაფი ამ ფაქტორებიდან გამომდინარე მას დაბალი ფასი ისედაც ეკნება და პლუს ის რომ ის ბრენდირებულს უნდა ჩამორჩეს კონკურენციიდან გამომდინარე, მან ისედაც უნდა მინუსი გააკეთოს 5-10 რაც შეეხება ხარისხს. ამიტომ ეს არის ბუნებრივი ჩვეულებრივი ფაქტორი ამ შემთხვევაში, აქ რაღაც განსაკუთრებული არ არის და რაღაც ბიზნეს იმაზე საუბარი. რაც შეეხება ხარისხს, მინდა გითხრათ, რომ ისინი მხოლოდ ძირითადში რეგულარი და დიზელის საწვავს ყიდიან. ხარისხთან დაკავშირებით დაკითხვები არა. რა თქმა უნდა, არიან არაკეთილსინდისერი, არაბრენდირებული კომპანიების, თუმცა მასიურად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში იქიდან გამომდინარე მოყარების კულტურა ჩამოყალიბდა მნიშვნელოვნად ხარისხთან დაკავშირებით. ამიტომ ისინი ყიდიან იგივე პროდუქტს, ისინი არ არიან იმპორტიორები, ყიდიან იმპორტიორი კომპანიისაგან ესე თქვა პროდუქტს, ყიდულობენ უფრო სწორად და შემდგომ ყიდიან. ანუ ხარისხთან დაკავშირებით და კითხვა არ არის. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს მათი ფასი არის თითქმის იდენტური, რაც არის ბრენდირებულებს. ეს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ ნაშთები და შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც საწვავზე ფასი მოიმატა, ბოლო მე გითხრათ საერთაშორისო ფასმა მოიმატა მნიშვნელოვნად, ამიტომ მათ არასდროს არ აქვთ ეს ნაშთები, სამწუხარ და ეს სწორედ ფასების მატების დროს არაბრენდირებულები უფრო სწრაფად ყვებიან. შემცირების დროსაც უფრო მალე ყვებიან. რა თქმა უნდა, თუმცა აი პროცესები ზემოთ მიდის და საერთაშორისო ფასები მატულობს სამწუხაროდ არაბრენდირებულებს უკვე ამის ესე ვთქვათ რესურსი არ გააჩნიათ, ამიტომ ისინი ესე ვთქვათ ფასს უფრო მალე უწევენ და დღეს თუ ნახავთ, ვთქვათ მათი ფასი თითქმის იდენტურია, თუმცა ერთი თვის უკან იყო 20-25 ლექსით უფრო იაფი. გადაცემის ბოლოს რადიოს მსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ყოველ 4 შაბათს 2 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ინტერნეტ რესურსი ავტობოქს G და რადიო გადაცემა ავტობოქსი შემოგთავაზებთ ყველაფერს, რაც კი პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ისეთ უნიკალურ სიტყვას, როგორიცაა ავტომობილი. თქვენ გადაცემებს წარმატებებს უსურვებთ. საჭირო გადაცემა არის და იმედს ვიტოვებ, რომ მისი პოპულარობა საკმაოდ მაღალი იქნება. დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა, რომ მობრძანდით. დაახლოებით 1 კვირით გამშვიდობებით ნახვამდის. ყურადღებით. ავტომფლობელებო, ავტომოყვარულებო, ავტომანებო, საგანგებოდ თქვენთვის ავტოსიახლეები, ავტოფაქტები, ავტონიუსი, ავტოისტორიები, ავტონოვაციები, ყველაფერი ავტომობილების შესახებ. ავტოპორტალი ავტობოქს G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი.